ამერიკა უკრაინის მოლაპარაკებების საუდის არაბეთში. მინერალები არ არის მთავარი. უსაფრთხოების გარანტიები ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ არ გვინდა ეს აგრესია მომავალში ოდესმე განმეორდეს. რა არჩევანი აქვს უკრაინას და რა სამპირობას ასახელებს კიევი. ოპოზიციის რთული დღეები. ასთან სხვადასხვა არის საკითხებზე. ლელოს კოალიცია დაეშალა. არ აქტიურობენ ახლები. ყველას თავის გზა აქვს და ნახოთ ვინ როგორ გაივლის ამ გზას. სალომე ზურაბიშვილს ყველა არ აღიარებს. ერთმანეთს არ ელაპარაკებიან, ლიდერი არ არის. ოპოზიცია რეალურად არ არსებობს, დანგრეული, გაუბედურებული, გაფარჩეგებულია, ეს არის რეალობა. ლიბერალური ნარკოპოლიტიკის დასასრული. ყოველთვის სანქციებთან და პატივობებთან გავათანაბრეთ იმ ნარკორეალიზატორის პასუხისმგებლობა, რომელიც გაბედავს და დიდი ოდენობით ან განსაკუთრებული დიდი ოდენობით გაყიდის ნარკოტიკებს. დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გასაღება, კაცდება ყველაფერი. ეს არის აუცილებლად პროფესიონალების გუნდთან ერთად შესაქმნელი ხედვა და არ არის საჭირო გამკაცრების პოლიტიკა. რა ხდება ფსიქოტროპიულ ნივთიერებებზე და იცვლება თუ არა რამე მარიხუანას მომხმარებლებისთვის. კაცრი ზომების გატარება აუცილებელია. ეთერშია კურიერი 9 საათზე. ნათია ლაზაშვილთან და დავით კაკულიასთან ერთად. თქვენ უყურებთ კურიერს 9 საათზე დღეს 11 მარტია გიყვებით დღის მთავარ თემებს და მოვლენებს საღამომშვიდობისა. საღამომშვიდობისა. ჯიდა წითელი ზღვის სანაპირო საუდის არაბეთის სასტუმრო რიცი. შეერთებული შტატები ცდილობს გაიგოს რა დათმობებზეა წამსვლელი უკრაინა. მინერალების გარიგება არ არის მთავარი. სამი პირობა უკრაინისგან. ზელენსკის ადმინისტრაციამ ამას უკვე უწოდა კრიტიკულად მნიშვნელოვანი. კიევი ისევ ითხოვს უსაფრთხოების გარანტიებს. მეორე, ევროპამ მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და კიდევ უფრო გაამკაცროს რუსეთის სანქციები და მესამე, უკრაინის მხარდაჭერას უნდა მოხმარდეს გაყინული რუსული აქტივებით. შესვენებაზე გამოსულა ანდრეი ერმაკს ამ განცხადებების დროს არ უხსენებია ოკუპირებული ტერიტორიები, თუმცა ამაზე ჯერ კიდევ ბორტზე ყოფნისას ისაუბრა მარკო რუბიომ, რომელმაც განაცხადა, რომ უკრაინას მოუწევს ტერიტორიების დათმობა და ის ვერ დაბრუნდება ძველ საზღვრებში. ჯიდას მოლაპარაკება მოსკოვისა და მოსკოვის ოლქზე უკრაინული დრონების უპრეცედენტო შეტევით დაიწყო. არის მსხვერპლი, დაზიანებულია სახლები, განადგურებულია ინფრასტრუქტურა, მათ შორის ყველაზე მსხვილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მოსკოვში. საუდის არაბეთში კი შეხვედრა 8 საათია მიმდინარეობს. მცირე შესვენებებით პროცესში ამერიკულმა მხარემ განაცხადა, რომ საქმე წინ მიიწევს. უკრაინელები კი ამბობენ, რომ მოლაპარაკება ნორმალურად მიდის. კიდევ ერთი დეტალი, ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მოლაპარაკების მაგიდასთან მისი პრეზიდენტისგან განსხვავებით კოსტუმითა და ჰალსტუხით ზის. სხვა დეტალები ამ დრომდე ცნობილი არ არის. გავრცელებული ფოტოები თუ ვიმსჯელებთ, ოთახში იმყოფება 2 ამერიკელი, 3 უკრაინელი და საუდის არაბეთის მხრიდან 2 მაღალჩინოსანი. მოხდა თუ არა ბოლო რამდენიმე წუთში რაიმე მნიშვნელოვანი ან გაკეთდა თუ არა ახალი განცხადებები მოლაპარაკების შესახებ, რომელიც პირველია თეთრ სახლში მომხდარი სკანდალის შემდეგ. ლიკა ალელიშვილი ადევნებს თვალს იმ სიახლეებს, რომლებიც საუდის არაბეთიდან მოდის. შეხვედრა ჯერჯერობით ისევ კეთდება, ოფიციალური განმარტებები და განცხადებებიც ჯერ არ გაკეთებულა და მხარეები სავარაუდოდ შეხვედრის ოფიციალურად დასრულების შემდეგ უკვე უპასუხებენ მედიის შეკითხვებს. მანამდე კი რამდენიმე აღსანიშნავი ფაქტია ტრამპისა და ზელენსკის ოვალურ კაბინეტში წარუმატებელი ვიზიტის დიალოგის შემდეგ. ეს არის პირველი შეხვედრა, პირველი შემთხვევა, როდესაც ვაშინგტონი და კიევი მოლაპარაკების მაგიდასთან ისევ დაჯდა და ისევ დაიწყო მოლაპარაკებები, თუმცა საკმაოდ ხანგრძლივი აღმოჩნდა დღევანდელი დღე. მაგალითად, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 18 თებერვალს რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის შეხვედრა, რომელიც ასევე საუდის არაბეთში გაიმართა, თითქმის 4 საათნახევრის განმავლობაში გაგრძელდა. დღევანდელი შეხვედრა კი უკვე 8 საათია მიმდინარეობს და ჯერ ისევ არ დასრულებულა. შეხვედრის დაწყებიდან რამდენიმე წუთში უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა ტელეგრამის თავის ტელეგრამ არხზე გაავრცელა მცირე ტექსტური შეტყობინება. ერმაკმა დაწერა, რომ ძალიან კონსტრუქციულად დაიწყო შეხვედრა და მთელი მსოფლიო ახლა ელოდება, რომ და იმედს გამოთქვამს, რომ ეს შეხვედრა ასევე კონსტრუქციულად გაგრძელდება და დასრულდება. იყო მხოლოდ მცირეხნიანი შესვენება, ამ დროს მხარეებმა დატოვეს შეხვედრის ოთახი და გავიდნენ სასტუმროს ჰოლში. სწორედ ამ დროს კიდევ ერთი სოციალური განცხადება გაავრცელა. ერმაკმა მან თქვა, რომ მუშაობა გრძელდება.
ხდება. პარალელურად CNN-ის ჟურნალისტი შეეცადა ამერიკული დელეგაციისთვის კითხვების დასმას. უოლცმა CNN-ს უპასუხა, რომ პროგრესს აღწევენ. ამის შემდეგ მხარეები ისევ შესულები არიან შეხვედრაზე და მიმდინარეობს ისევ მოლაპარაკებები, რაც შეეხება პირობებს, სხვადასხვა ვერსიები ვრცელდება საერთაშორისო მედიაში, თუ რა პირობებით არიან მხარეები წარმოდგენილი მოლაპარაკების მაგიდასთან. მაგალითად, Guardian-ი ავრცელებს ინფორმაციას, რომ უკრაინას აქვს სამი პირობა. კიევი მოითხოვს უსაფრთხოების გარანტიებს, ეს არის პირველი პირობა, რაც მოლაპარაკების მაგიდასთან კიევმა წამოაყენა, დანარჩენი ორი პირობა კი უკავშირდება ევროპას. მაგალითად, მეორე პირობად უკრაინა აყენებს ევროპის პასუხისმგებლობას და სანქციების გამკაცრებას რუსეთისთვის, ხოლო მესამე მთავარი პირობა, რასაც უკრაინა აყენებს, ეს არის რუსეთის გაყინული ფინანსური აქტივები უკრაინის მხარდაჭერას მოხმარდეს ევროპის მხრიდან. რაც შეეხება ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციას. Sky News-ი ავრცელებს ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას და ამბობს, რომ ტრამპის გუნდი კატეგორიულად გამორიცხავს უკრაინის დაბრუნების შესაძლებლობას არა მხოლოდ 2014, არამედ 2022 წლის საზღვრებშიც კი და პარალელურად Sky News-ი ავრცელებს ინფორმაციას, რომ დღევანდელი შეხვედრით ამერიკის შეერთებული შტატები ამოწმებს თუ რას დათმობს კიევი. ანალიტიკოსებიც ავრცელებენ საკუთარ მოსაზრებებს, ისინი ვარაუდობენ, რომ საკმაოდ მტკივნეულ დათმობებზე მოუწევს კიევს წასვლა, თუმცა ეს ყველაფერი რა თქმა უნდა შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდება მსოფლიოსთვის ცნობილი თუ რას დათმობს კიევი და რას არა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მოლაპარაკებების დაწყებამდე უკრაინამ მასობრივი შეტევა განახორციელა რუსეთში, მათ შორის რუსეთის დედაქალაქზეც და აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ბოლო 83 წლის განმავლობაში მედიის ინფორმაციით მოსკოვზე ასეთი მასშტაბური თავდასხმა არ განხორციელებულა. ამ მონაცემებით დილიდან დახურულია მოსკოვის სამივე აეროპორტი, ასევე დაზიანებულია რუსეთის დედაქალაქში საცხოვრებელი კორპუსები, დაღუპულია 3 ადამიანი და დაჭრილია 18, რომლებიც კლინიკებში არიან გადაყვანილები. მოსკოვთან ერთად უკრაინამ დღეს რუსეთის 10 ოლქზე დაახლოებით 300-ზე მეტი დრონით მიიტანა იერიში. პასუხს არ დაუგვიანია არც რუსეთის მხრიდან და მოსკოვმა საპასუხოდ ისკანდერითა და 126 დრონით დაარტყა უკრაინას, დაიბომბა ოდესის, ხარკოვის, დონეცკის, სუმის ოლქები, სადაც ქალაქ ოდესაზე მაგალითად თავდასხმის შედეგად დაზიანებული არის საცხოვრებელი კორპუსები, ხოლო დონეცკის რეგიონში სოფელ რივნეზე რუსული იერიშის შედეგად 11 და 13 წლის ბავშვები გარდაიცვალნენ. ქალაქ სევერსკში კი საოკუპაციო ძალების თავდასხმას 3 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. რა თქმა უნდა, მიმდინარეობს ურთიერთბრალდებები კიევისა და მოსკოვის მხრიდან ერთმანეთის მისამართით. ეს ყველაფერი კი ამ ფონზე კი გრძელდება მოლაპარაკებები უკრაინასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის, როგორც გითხარით, 8 საათზე მეტია, რაც საუდის არაბეთში, ქალაქ ჯიდაში მოლაპარაკების მაგიდასთან სხედან ამერიკის შეერთებული შტატების და უკრაინის წარმომადგენლები. მთავარი განსახილველი საკითხები, რა თქმა უნდა, უკავშირდება რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებას და ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის ორმხრივ ურთიერთობებს. მადლობა. ლიკა ალელიშვილი საუბრობდა საუდის არაბეთში მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ, რომელიც თბილისის დროით შუა დღის პირველ საათზე დაიწყო. რუსეთ-უკრაინის ომში სამშვიდობო მისიის გარდა ტრამპის ადმინისტრაციას კიდევ ერთი მთავარი გამოწვევა აქვს შეერთებული შტატების 47 პრეზიდენტს Deep State აქვს დასამარცხებელი. ამას ელოდება თბილისის, თუმცა საქართველოს ხელისუფლება ფიქრობს, რომ დონალდ ტრამპს სერიოზული წინააღმდეგობები ელის, რადგან ჩრდილოვანი მმართველობა ახლა ძალების კონსოლიდაციას ახდენს და ის ჯერ დასუსტებულიც კი არ არის. ქართულ ოცნებას ამ ეტაპზე არ აქვს მოლოდინი, რომ მასზე ზეწოლა დაიკლებს და საერთაშორისო პოლიტიკაში Deep State აღარ იქნება განმსაზღვრელი. თუმცა დღეს უკვე მოხდა ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი. სენატში კვლავ გადაიდო მეგობარი აქტის მიღება, რომელიც საქართველოს სანქციებს ითვალისწინებს, რადგან ვერ მოხდა შეთანხმება დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის. გავრცელებული ინფორმაციით ეს დონალდ ტრამპის საგარეო პოლიტიკას უკავშირდება, რომლის ადმინისტრაციამაც უკვე არაერთხელ ახსენა ის ძალები, რომლებიც მილიარდებს ხარჯავდნენ სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლებების ცვლილებებში. რას ნიშნავს ტრამპისთვის Deep State და რას გამოუცხადა მან ომი? ეს არის დიდი ფინანსური რესურსის მქონე გავლენიანი ჯგუფი საერთაშორისო ბიუროკრატიაში, დაზვერვასა და კონტრდაზვერვაში, რბილ ძალაში, მედიაში, ფაქტობრივად ჩრდილოვანი სახელმწიფოებში.
როგორც კი დავინახავთ იმას, რომ Deep State-ი დამარცხებულია, ეს რა თქმა უნდა ჩვენ თავზეც გამოიხატება. მართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ Deep State-ის დამარცხების შემთხვევაში საქართველოს მიმართ კონკრეტული ქვეყნების უსამართლო მიდგომებით შეიცვლება და შტატებთან ურთიერთობაც გაუმჯობესდება. ქართულ ოცნებაში მიაჩნიათ, რომ ტრამპის გაცხადებული პოლიტიკის მიუხედავად გლობალური ძალების დასუსტების ნიშნები ჯერ არ ჩანს. პირიქით, ის ახლა მოდერნიზაციას განიცდის. უმრავლესობაში ამბობენ, რომ ხელისუფლების შეცვლას დონორი ორგანიზაციების ნაცვლად დღეს უკვე ჩრდილოვან ძალებს დაქვემდებარებული სახელმწიფოების მთავრობები ცდილობენ. მკაფიო მაგალითად, სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების გადაწყვეტილებები მოჰყავთ. დღესაც მიმდინარეობს ბრძოლა, რომ საქართველოს გამოყენებული იყოს ისევ თავის ინტერესების გასატარებლად. დღესაც მიმდინარეობს ბრძოლა იმისთვის, რომ მოხდეს საქართველოს ხელისუფლების დამხობა, კონკრეტული ძალები არ იშურებენ თანხებს, რომ ქვეყანაში მოხდეს პოლარიზაციის კიდევ უფრო გაღრმავება, საზოგადოების კიდევ უფრო დაპირისპირება და ამას აქვს თავარი მიზანი. ეს არის სახელმწიფოს გადატრიალება, ხელისუფლების დამხობა, რომ ხელისუფლებაში მოიყვანონ თავიანთი აგენტურის წარმომადგენლები, რომ შემდეგ რასაც დაავალებენ, თავჩაღუნულებმა გააკეთონ. ხელისუფლების ოპონენტები ამტკიცებენ, რომ კონკრეტული ქვეყნები საქართველოს დამოუკიდებლად აკრიტიკებენ და არა Deep State-ის ინტერესის გამო. ოპოზიცია მმართველ გუნდს შეთქმულების თეორიის გავრცელებაში ადანაშაულებს, თუმცა იმავეს ვერ ამბობს დონალდ ტრამპზე. Deep State ზოგადად ავტორიტარული რეჟიმები იყენებენ ხოლმე კონკრეტული შეთქმულების თეორიისათვის. ტრამპიც შეთქმულების თეორიაში შედის, როდესაც საუბრობს Deep State-ზე. არა, ნახეთ, Deep State ზოგადად ქართული ოცნება იყენებს ყურადღების გადასატანად. ქართული ოცნება იგონებს და ტრამპი არ იგონებს, აი. ქართული ოცნება მათყუარა პოლიტიკური ძალაა. თქვენ გჯერათ Deep State-ის არსებობის, ანუ ტრამპი რაზეც საუბრობს. ჩვენ გვჯერა ჩვენი ხალხის და ჩვენი ქვეყნის მომავლის. რაღაც შეთქმულების თეორიებზე საუბარი არის ქართული ოცნების პროპაგანდა. ბალტიის ქვეყნები განსაკუთრებით მუდამ იყვნენ საქართველოს მხარდამჭერები, ეს არის მათი გადაწყვეტილებები და ეფუძნება მათ ანალიზს, რაც შეეხება USAID-ის დახმარებებს საქართველოსთვის, მას ჰქონდა ძალიან დიდი მნიშვნელობა. უმრავლესობაში ამბობენ, რომ კონსპირაციულად სწორედ ის გლობალური ძალები მოქმედებენ, რომელთაც ეგრეთ წოდებული რებრენდინგის შედეგად მეთოდები შეცვალეს, თუმცა არ შეცვალეს მიზნები. უხეში ჩარევა ქვეყნის შიდა საქმეებში და კონკრეტული ძალებით ხელისუფლების ჩანაცვლების მცდელობა. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ ომის დასრულებამდე საქართველოს მიმართ გეოპოლიტიკური ინტერესები ისევ არსებობს. შესაბამისად, დღის წესრიგში დგას ხელისუფლებაზე თავდასხმების გააქტიურებაც. სამწუხაროა და დღეს კიდევ დღის წესრიგში დგას საქართველოს ჩართულობა, საქართველოს მხრიდან მსხვერპლშეწირვის აუცილებლობაზე დღეს კიდევ ლაპარაკობენ განსაკუთრებით ბრიუსელში, განსაკუთრებით ევროსტრუქტურებში და ეს საფრთხე არ არის უკან ჯერ მოტოვებული. Deep State-ი მოქმედებს და გლობალური ომის პარტია მისი სახით საკმაოდ მძლავრ რესურსებს განაგებს ჯერ კიდე. ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ხელისფათური პირდაპირ მნიშვნელობით ჩვენს ქვეყანას უბედურებაში გადაჭერების მცდელობებით დღესაც კი არ ჩერდება. ასე ღიად უკვე რომელიც დახურულ კარს მოხმარიყო თუ დამალული გზებით იყო ეს ყველაფერი, ეხლა სამწუხაროდ არის ღია საჯარო სივრცეში გადმოტანილი. ამ ყველაფრის უკან ის გლობალური ომის პარტია დგას, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატებში Deep State-ს უწოდებენ. ჩვენ ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციას უსურვებთ წარმატებას, რომ როგორმე დამარცხდეს ეს Deep State-ი. Deep State-ის დემონტაჟი დონალდ ტრამპის წინა საარჩევნო დაპირებაც იყო. ამერიკის ახალი პრეზიდენტის ერთ-ერთი პირველი განკარგულება სწორედ სამთავრობო სტრუქტურებიდან ბიუროკრატების გათავისუფლებას ეხებოდა. შეძლებს თუ არა ტრამპი ჩრდილოვანი მმართველობის დამარცხებას. სახელისუფლებო გუნდში მიაჩნიათ, რომ ეს საქართველოს მაგალითზე შტატებთან თანამშრომლობის ფორმებით გამოჩნდება. სხვა შიში აქვს ოპოზიციას, რომელსაც ფსონი სწორედ იმ ძალებზე ჰქონდა დადებული, რომელთაც ახლა ამერიკის ახალი ადმინისტრაცია აკრიტიკებს და ებრძვის ერთიანობა ვერ შედგა, არ არის არც ერთიანი ლიდერი. სალომე ზურაბიშვილს ყველა არ აღიარებს, მისი მცდელობა ხელისუფლების ოპონენტების კონსოლიდაცია მოეხდინა, მხარდაჭერილი არ არის. ამასთან ექს-პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ გააკრიტიკა ამერიკის ახალი ადმინისტრაციას და თეთრსახში ზელენსკისთან მომხდარი სკანდალის შემდეგ დაწერა, რომ მან დღეს ნახა ამერიკა, რომელიც უკან მისდევს პუტინის რუსეთს და ის აღარ არის ძლიერი.
ოპოზიციის პრობლემა მხოლოდ სალომე ზურაბიშვილზე ერთიანი პოზიციის არ არსებობა არ არის. პოლიტიკური პარტიები თავადაც უერთან ხვდებიან ბევრ საკითხზე ნაწილს ერთ მაგიდასთან დასხდომაც კი უჭირს. აზრთა სხვადასხვაა პარტიების შიგნითაც. ერთი პოლიტიკოსი რაღაცა სიტყვის და შემდეგ აცხადებენ, რომ ეს პარტიის პოზიცია არ არის, ირღვევა კოალიციებიც. არჩევნებისთვის შექმნილი ერთობა უკვე დაეშალა ლელოს, საერთოდ არ აქტიურობენ ოპოზიციიდან. პირველ ადგილზე გასული ახლები და მათი ლიდერები. ოპოზიციის ერთიანობის ყველა მცდელობა წინასწარ განწირულია ქართული ოცნებისთვის. აზრთა სხვადასხვაობა არის საკითხებზე და ეს ბუნებრივია. თუ გუშინ პაატა მანჯგალაძე ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებაზე ღიად საუბრობდა, დღეს პოლიტიკოსმა ტონი შეერბილებას სცადა. ოპოზიციას ერთმანეთთან საუბარი და ფოტოს გადაღებაც კი უჭირს. სალომე ზურაბიშვილს კი ლიდერობისთვის ხელს ასაკი არ უწყობს. ეს სიტყვები მანჯგალაძემ ექს-პრეზიდენტის ოფისში ოპოზიციური ლიდერების კონსულტაციის დასრულების შემდეგ თქვა. ნათქვამს არც დღეს ემიჯნება, თუმცა ახლა კოორდინაციის აუცილებლობაზეც საუბრობს. ეს არის სიმბოლური ნათქვამი და არ მიმაქვს უკან ისევე იმასზე ვარ, როცა საქართველოს გადარჩენას ეხება საკითხი, ფოტოს გადაღებაც უნდა შევძლოთ ერთმანეთს. საჭირო არის რომ ხალხმა ნახოს ოპოზიციის კოორდინაცია, ანუ პოლიტიკური პარტიების კოორდინაცია, რომ მეტი იმედი იყოს. ზურაბიშვილი და მის ირგვლივ მაგიდასთან ოპოზიციის გაერთიანების შანსი წითელი ხაზია კოალიცია ცვლილებებისთვის წევრი ცოტნე კობერიძისთვისაც. გვარამია მელიას ირგვლივ შექმნილი ერთობის ლიდერები დიდი ხანია პოლიტიკურ ასპარეზზე არ აქტიურობენ. კოალიციის წევრების აზრით კი კობერიძის პოზიცია მისი ინდივიდუალური ხედვაა და პარტიასთან საერთო არაფერი აქვს. რომელიმე სხვა პარტიებთან გაერთიანებას ერთიანი სია სალომე ზურაბიშვილი ამ სიის ლიდერად ეს საკითხები არ განიხილება, ამიტომ ცოტნე რატომ თქვა ეს კითხვის პასუხად იყო, ეს არ განიხილება და ეს ჩვენ კოალიცია შეთანხმებული ვართ, რომ არავის რაღაც ლიდერად და ერთიან სიას და რაღაცებზე არ ვსაუბრობ. ყველას თავის გზა აქვს და ნახოთ ვინ როგორ გაივლის ამ გზას. იმ ფონზე, როდესაც ექს-პრეზიდენტი საერთო ოპოზიციური პლატფორმის შექმნას ცდილობს, ლელოს კოალიციის რიგებს ტოვებენ. ლევან ცუცქირიძის თავისუფლების მოედანი უკვე დამოუკიდებელი პოლიტიკური პარტიაა. ლელოში კი სადაც ჯერ კიდევ გუშინ ამ ფაქტს უარყოფდნენ, ამბობენ, რომ ახლა მიზანი ზურაბიშვილის პლატფორმის ირგვლივ მუშაობა. ჩვენ ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ როდესაც არის არაორდინალური ვითარება ჩვენგან მოითხოვს, მათ შორის მსხვერპლის გაღებას პარტიულ იდენტობასთან და ინდივიდუალურ საკითხებთან მიმართებაში. ყველაზე პესიმისტურად სავარაუდო ოპოზიციური გაერთიანების მომავალს გირჩი ხედავენ. პოლიტიკურ ცენტრში ალტერნატიული აზრის გამარჯვების ერთადერთ წინაპირობად არსებული ოპოზიციური სპექტრის პოლიტიკური ველიდან სრულად გაქრობას მიიჩნევენ. ერთმანეთს არენდობიან, ერთმანეთთან, რა ვიცი, არ ლაპარაკობენ, უბრალოდ რაღაც ემოციური ხალხის მოსატყუებელი გამოხატულებები აქვთ. იქ ჩვენ არაფერი არ გვისაქმება. პირიქით, ჩვენ დამოკიდებულება არის იმაში, რომ თუ გვინდა რომ საქართველოში ზოგადად ოპოზიციურმა აზრმა გაიმარჯვოს, ქართველმა ხალხმა გაიმარჯვოს, პირველი მან უნდა მიხედოს ოპოზიციას. ნათელაშვილის პანჩატურიდან ზურაბიშვილის ოფისამდე წინასწარ განწირული გაერთიანების მცდელობა. ასე აღიქვამს მართველი ძალა ოპონენტების გაერთიანების პერსპექტივას. სახელმწიფო გუნდში ამბობენ, რომ უკვე წლებია ოპოზიცია ფიქტიურ გაერთიანებასაც ვერ ახერხებს. მიზეზი ერთია, ოცნების აზრით, მათი ოპონენტების ქმედებებს არა მათივე ნება, არამედ გარე ძალების კარნახი განსაზღვრავს. ყოველთვის ეს ნაცაგენტურის წარმომადგენლები დასხდებიან, მერე იმსჯელებენ, ერთმანეთთან იკამათებენ, მერე ცდილობენ, რომ მათივე ტელევიზიის წარმომადგენლება ეს ყველაფერი გამოიტანონ სააშკაროზე და ვითომ რაღაც აქტიობის ფონის შექმნან, მანამ სანამ დავალებას მიიღებენ. როგორც კი დავალებას მიიღებენ ხოლმე, ეს ადამიანები ერთ რიგად ჩაეწყობიან და ამ დავალების ასრულებას ცდილობენ. სცენარი შეიცვალა, სადაც სალომე ზურაბიშვილმა უნდა ჩაანაცვლოს სისხლში ხელებს დასრული სააკაშვილი. ეს არის იდეა, სწორედ ამიტომ აღარ ახსენებენ სააკაშვილს, რომელსაც მომაკვდავი დემოკრატიის შუქურის როლი უნდა შეესრულებინა, ეს როლი ვერ შეასრულა. ახლა გადმოერთვენ სალომე ზურაბიშვილზე ფაქტიურად, რომელმაც თავის აუმჩეველ ზურგი აქცია. პარტია ახალმა პოლიტიკური აქტივობა შეანება. ლელოს პარტნიორები ტოვებენ. ნაციონალური მოძრაობის პარტნიორებს კი სააკაშვილის შეწყალებაზე უარის მთქმელ ზურაბიშვილთან ერთობა წამგებიანად მიაჩნიათ. ამ ფონზე ოპოზიციის გაერთიანების რა რესურსი აქვს ყოფილ პრეზიდენტს ჯერჯერობით უცნობია.
ერთიანი პოზიცია ოპოზიციას არც თვითმმართველობის არჩევნებზე აქვს ბოიკოტს გამოუცხადებს თუ მიიღებს მონაწილეობას ადგილობრივ არჩევნებში. ამ ეტაპზე მკაფიო პასუხი მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობას აქვს. სააკაშვილის გუნდი კვლავ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს და სხვა არჩევნებში მონაწილეობის მიღების აზრს ვერ ხედავს. დანარჩენი სამ ბარიერ გადალახული ჯერ კიდევ ფიქრობს, თუმცა ნაციონალური მოძრაობის მსგავსად თulis რომ საზოგადოების დაკვეთა ხელახალი საპარლამენტო არჩევნებია. ახალი არჩევნების გარდა არსებობს კიდევ ერთი მოთხოვნა გათავისუფლდეს აქციების დროს დაკავებული ყველა პირი. განსხვავებულია გირჩის პოზიცია იაგო ხვიჩიას გუნდი უკვე ემზადება თვითმმართველობის არჩევნებისთვის და აცხადებს, რომ პარტიამ, რომელიც არჩევნებში არ იღებს მონაწილეობას, ან რევოლუცია უნდა მოახდინოს, ან საერთოდ უნდა დატოვოს პოლიტიკა. რაც შეეხება ქართულ ოცნებას, მმართველი პარტია თვლის, რომ ოპოზიციას არჩევნებში დამარცხების ეშინია და მხოლოდ იმ შემთხვევაში ცდიან ბედს თუ დირექტივებს მიიღებენ უცხოეთიდან. დარჩენილია 7 თვე. თუ ოპოზიცია უარს იტყვის თვითმმართველობის არჩევნებზე, ის არა მხოლოდ პარლამენტს მიღმა იქნება, არამედ ჩანს დაკარგავს თვითმმართველობის არჩევნებშიც, მათ შორის დიდ ქალაქებში მაინც ყავდეთ წარმომადგენლები. ჩვენ ეს ერთიანობა უნდა შევინარჩუნოთ, თუ გვინდა რომ რომლის შენარჩუნებასაც ნაციონალური მოძრაობა დანარჩენ ოპოზიციას მოუწოდებს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე უარია. ყოფილ სახელისუფლებო ძალაში გადაწყვეტილება მიღებული აქვს და ამბობენ, რომ არსებული რეალობის გათვალისწინებით ადგილობრივ არჩევნებში ჩართვა საზოგადოების მოტყუება იქნება. ვიდრე ის საკითხები არ გადაწყდება, რომელიც დღეს ჩვენ საზოგადოებაში სამართლიანად არსებობს. რა თქმა უნდა, ამ არჩევნებში შესვლას არანაირი აზრი არ აქვს. ჩვენ ხო არ უყურებთ სხვა ოპოზიციურ პარტიებს, ისედაც ჩვენ ჭკუაზე დავდივართ სულ, ხო? პარტიების უმრავლესობაში ამბობენ, რომ ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნისა და დაკავებულების გათავისუფლების გარეშე თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არც თვითონ აპირებენ. კრიზისი, რომელიც დღეს ქვეყანაში დგას, არ არის პოლიტიკური პარტიების შექმნილი. ეს არის ქართული ხალხის შექმნილი, საპროტესტო ელექტორატის შექმნილი, მათი დაკვეთა არის ხელახალი არჩევნები და ვერც ერთი პოლიტიკური პარტია ვერ გაბედავს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, სანამ პროტესტის დაკვეთა არის ხელახალი არჩევნები, ასე რომ არ ვაპირებთ. კოალიცია ცვლილებისთვის თვითმმართველობის არჩევნებში მიიღეს იმ შემთხვევაში მონაწილეობას, თუ ქართველი ხალხის და პოლიტიკური პარტიების მოთხოვნა დაკმაყოფილდება. ეს არის ახალი საპარლამენტო არჩევნები და ეს არის პოლიტიკური პატიმრების განთავისუფლება. პოლიტიკური პარტია ყოველთვის უნდა იყოს ფორმაში და ყოველთვის მზადყოფნაში და ჩვენ გვაქვს ასეთი მზადყოფნა ხელახალი საპარლამენტო არჩევნების მიმართულებით. საბოლოო დირექტივა იქიდან მოსული არ არის და ჯერჯერობით თავისუფლად გამოთქვამენ თავის აზრებს. საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებში დარწმუნებული არიან, რომ ოპოზიცია დამოუკიდებლად ვერ მოქმედებს და იმ შემთხვევაში თუ დავალებას გარეძალებისგან მიიღებენ, პოზიციასაც შეცვლიან და არჩევნებში მონაწილეობასაც დათანხმდებიან. ეს არის სადღაც მომწიფებული აზრები, რომელსაც მე ამათ არაფერს არ ეკითხებიან, მე ჩამოუვა დირექტივა და ეტყვიან. ეხლა იქნებით შენ და შენ ერთად. ეხლა მიიღებთ მონაწილეობას აქ, ან გამოაცხადებთ ბოიკოტს. ეს ჭინთვები ექნებათ მთელი ამ ზაფხულამდე პერიოდში და მე ზაფხულში იტყვიან, რომ აი მივიღოთ მონაწილეობა, იმიტომ რომ იქნებ ეხლა მაინც ჩვენი პოზიციები ვცადოთ აი ამ არჩევნებში. საპარლამენტო არჩევნებში ბარიერს მიღმა დარჩენილი გირჩი ერთი წლის შემდეგ ბედს კიდევ ერთხელ ცდის და ადგილების დაკავება საკრებულოში შეეცდება. ამბობენ, რომ საარჩევნო კამპანიის კონკურენტულ გარემოში წარმართვას ისურვებდნენ, თუმცა თუ ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში დარჩება, ეს მათ პოზიციაზე გავლენას ვერ მოახდენს. პარტია თუ არჩევნებში არ იღებს მონაწილეობას, ან რევოლუცია უნდა გააკეთოს, ან უნდა წავიდეს პოლიტიკიდან, ამიტომ ვინაიდან რევოლუციას ჯერჯერობით არ გვექმავთ. და არც პოლიტიკიდან წასვლას ბუნებრივია რომ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ მონაწილეობას შვენიერი, არ მიიღებენ კიდევ უკეთესი. თბილისის მერი და ქართული ოცნების სხვა ლიდერები ოპოზიციის უმრავლესობის გადაწყვეტილების მიღმა შიშს ხედავენ. აცხადებენ, რომ არაერთ არჩევნებში მარცხის შემდეგ პარტიების უმრავლესობა ახლა ცდილობს პოლიტიკურ ველზე დარჩეს. ისინი განწირული არიან მარცხისთვის, მათ არც ერთ რაიონში, არც ერთ ქალაქში როგორც მერების დონეზე, ასევე საკრებულოების დონეზე არანაირი შანსი არ აქვს გამარჯვების და რა თქმა უნდა, წაგებულ ბრძოლაში მათ არანაირი სურვილი არ აქვს. მე ასე ვფიქრობ, ყოველ შემთხვევაში შემოვიდნენ. ეშინიათ არჩევნებში მონაწილეობა ერთია და მეორე რევოლუციური სცენარის დათმობა ჯერჯერობით არ აქვთ ამოცანაში. ასეთი ინსტრუქცია ჯერჯერობით მათ არ მიუღიათ. პირიქით მეტად წახალისებულია აგრესია. თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს უნდა გაიმართოს, პარტიებს კი ფიქრისთვის მინიმუმ 6 თვე აქვთ.
ლიბერალურმა ნარკოპოლიტიკამ არ გაამართლა, მკაცრდება ყველაფერი, დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გასაღება, რეალიზატორებს ან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ელით. ცვლილებები შედის როგორც სისხლის სამართლის, ისე ადმინისტრაციულ კოდექსში. მძიმე ნარკოტიკების გარდა მკაცრდება კანონი ფსიქოტროპიული ნივთიერების შემცველ მედიკამენტებზეც. ყველაზე დიდი ინტერესის სფეროა მარიხუანა, აქ ბევრი რამ არ იცვლება, თუმცა ღია სივრცეში მისი მოხმარება მხოლოდ ჯარიმას აღარ ითვალისწინებს. წარდგენილი საკანონმდებლო პაკეტის თანახმად 1 ივნისიდან თუ პირს დაუდასტურდება ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი ან თუ პირი თავს აარიდებს ნარკოლოგიურ შემოწმებას, მას 3 წელი ჩამოერთვება ნებისმიერი სახის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 5 წელი ჩამოერთვება საჯარო სამსახურში პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება, ასევე იარაღთან დაკავშირებული უფლებები. ამასთან ნარკოტიკების გასაღება ჩაითვლება ერთი ნარკოდამოკიდებულის მიერ, მეორე ნარკოდამოკიდებულებისთვის ნარკოტიკის გადაცემაც კი. ნარკორეალიზატორს ან ნარკოტიკების გავრცელებაში ხელშემწყობ პირს კი უძრავ-მოძრავი ქონება ჩამოერთმევა. ჩვენ კვლელობასთან, კვლელობის სანქციებთან და პატირობებთან გავათანაბრეთ ნებისმიერი იმ ნარკორეალიზატორის პასუხისმგებლობა, რომელიც გაბედავს და დიდი ოდენობით ან განსაკუთრებული დიდი ოდენობით გაყიდის ნარკოტიკებს. კანონი განსაკუთრებით ეგრეთ წოდებული გამსახებლების მიმართ მკაცრდება. საკანონმდებლო ცვლილების ავტორები ამბობენ, რომ მცირე რაოდენობის ნარკოტიკის გაყიდვის შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა მნიშვნელოვნად გაიზრდება. უმკაცრესი ზომები ამოქმედდება ეგრეთ წოდებული დამდებების მიმართაც. ახალი ანტინარკოტიკული რეფორმის თანახმად დამატებითი შეზღუდვები დაუწესდებათ მომხმარებლებსაც. თუ აქამდე ღია სივრცეში მარიხუანას მოხმარება მხოლოდ ადმინისტრაციული ჯარიმით განისაზღვრებოდა, ახლა 3 წლით მართვის მოწმობის ჩამორთმევას და 5 წლით საჯარო ან საგანმანათლებლო დაწესებულებებში მუშაობის აკრძალვას ითვალისწინებს. მარიხუანა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, ვიცით რომ მათ შორის ღია სივრცეში მისი მოხმარება ეხლაც აკრძალულია. ამ კუთხით არავითარი გამკაცრება არ გვაქვს. ერთ-ერთი გამკაცრება ის არის, რომ თუ ადამიანები მოიხმარენ ღია სივრცეში მარიხუანას და ამათ მიმართ დადგება პასუხისმგებლობა ჯარიმის სახით, ამ ადამიანებსაც აღარ შეეძლებათ არც პედაგოგიური საქმიანობა 5 წლის განმავლობაში, არც საჯარო სამსახურში საქმიანობა, ისევ და ისევ მართვის მოწმობებით შეზღუდული იქნება. ერთი ნარკოდამოკიდებულის მიერ მეორე ნარკოდამოკიდებულისათვის გადაცემა ესეც გასაღებად ითვლებოდა აქამდე, ამ კუთხით არაფერი არ შესულა. თუ ადამიანი, რომელიც გაასაღებს, ანუ მატერიალურ სარგებელს თანხას მიიღებს იმაში, რომ ნარკოტიკი გაყიდოს, ამისთვის იქნება პასუხისმგებლობა უმკაცრესი ნებისმიერ ნარკოტიკთან დაკავშირებით. ნარკოტიკული თრობის დასადგენად ან გამოსარიცხად სამართალდამცველი მოქალაქეს ნარკოტესტის ჩაბარებას მხოლოდ კლინიკურად ან ფიზიკურად გამოხატული საფუძვლით სთავაზობს. შემოწმება ნებაყოფლობითია, თუმცა თუ კონკრეტული პირი არც სამართალდამცველს გაყვება ნარკოტესტის ჩასატარებლად და არც თავად წარადგენს დასკვნას, ეს შემოწმებაზე თავის არიდება ჩაითვლება და იგივე სანქცია დაუწესდება, რაც ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფ ნებისმიერ პირს. ანტინარკოტიკული რეფორმის თანახმად ცვლილებები სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შედის. მცირეოდენობის ნარკოტიკული საშუალების გაყიდვის შემთხვევაში ნარკორეალიზატორს სასჯელის სახით 12-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა შეეფარდება. დიდი ოდენობის შემთხვევაში 14-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა. განსაკუთრებით დიდი ოდენობის შემთხვევაში კი 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა. განისაზღვრება ნარკოვაჭრობისა და ნარკომოვაჭრის ცნება. დადგინდება რა ჩაითვლება ნარკომოვაჭრის ქონებად. ნარკოტიკების გავრცელებაში ხელშემწყობ პირს ჩამოერთმევა უძრავ-მოძრავი ქონება და სახელმწიფოს გადაეცემა. 2025 წლის 1 ივნისიდან თუ პირს დაუდასტურდება ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი, ან თავს აარიდებს ნარკოლოგიურ შემოწმებას, მას ადმინისტრაციულ ჯარიმასთან ერთად 3 წლით ჩამოერთმევა ნებისმიერი სახის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. 5 წლით ჩამოერთმევა საჯარო სამსახურში, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება, ასევე იარაღთან დაკავშირებული უფლებები. სამართალდამცველი კონკრეტულ პირს გადამოწმების მიზნით გონივრული ეჭვის საფუძველზე გააჩერებს. ნარკოლოგიური შემოწმება ნებაყოფლობითია, მოქალაქეს შეუძლია ნარკოლოგიურ დისპანსერში სამართალდამცველს გაყვეს ან 8 საათის განმავლობაში თავად მივიდეს შემოწმებაზე. 24 საათის განმავლობაში ცნობა სამართალდამცავ ორგანოს უნდა წარუდგინოს. ერთი ნარკოდამოკიდებულის მიერ მეორე ნარკოდამოკიდებული პირისთვის ნარკოტიკის გადაცემა გასაღებად ითვლება. მარიხუანას გადაცემის შემთხვევაში პასუხისმგებლობა ოდენობით განისაზღვრება. საკანონმდებლო ორგანოში დაინიცირებულ ცვლილებებს ჯერ არ იცნობს ოპოზიცია, თუმცა წინასწარ ამბობენ, რომ კანონის გამკაცრება ნარკოდანაშაულის პრევენციას ვერ მოახდენს.
რაც შეეხება ნარკოდამოკიდებულ ადამიანებს, მათ სჭირდებათ მზრუნველობა და პრევენცია, საჭირო არის პირველადი პრევენციის მექანიზმების გაჩენა და არ არის საჭირო გამკაცრების პოლიტიკა, რადგანაც გამკაცრების პოლიტიკა პრობლემას ვერ აღმოფხრის. მნიშვნელოვანია, რომ იმის გარდა რომ გამკაცრდება, იყოს ჩადებული რეაბილიტაციის კომპონენტი, რომელიც უკეთეს მდგომარეობაში ჩააყენებს ჩვენს ქვეყანას ამ მიმართულებით, რადგან დღესდღეობით ეს გახლავთ უმწვავესი პრობლემა. არ ვიცნობ კანონპროექტს, ჩემი პოზიცია არის, რომ ამ ხალხის სარგებლობა, ამ ხალხით გამოყენება არჩევნებზე არის ცუდი და ყველანაირად მივეხმაროთ, რომ ეს სცენი დაძლევს ყველა მეტად. ოპოზიციის კრიტიკა მიუღებელია მმართველი გუნდისთვის, სადაც ანტინარკოტიკული რეფორმის გატარების აუცილებლობას საზოგადოების დაკვეთით ხსნიან. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ნარკოტიკებზე დამოკიდებულების ტენდენცია მთელს მსოფლიოში გაიზარდა, საქართველო კი ამის საწინააღმდეგოდ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას იწყებს. საგანგებო სიმკაცრე უნდა გამოვიჩინოთ ადამიანების მიმართ, ვინც წამლავს განსაკუთრებით ახალგაზრდობას, ვისაც ეს წამალი შემოაქვს, ვინც ასაღებს ავრცელებს ამ წამალს და რასაკვირველია, ეს საწამლავი გარკვეულწილად განსახილველია, როგორც საქართველოს გენოფონდის განადგურების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რესურსი. საზოგადოების დაკვეთაც არის ეს, რომ მათ შორის კანონმდებლობაში იყოს საკმაოდ მკაცრი მიდგომები რეალიზატორების მიმართ განსაკუთრებით, პრინციპი, რომ რეალიზატორის მიმართ სანქციები გამკაცრდება და მომხმარებლების მიმართ მიდგომა ამ ეტაპზე არ შეიძლება, რა თქმა უნდა, მათ მიმართ პატიმრობა არ იქნება გამოყენებული, მაგრამ იქნება გარკვეული შეზღუდვები, იმიტომ რომ არ შეიძლება ჩვეულებრივი მოქალაქის პოზიციიდან საუბრობდეს ამ შემთხვევაში ის ადამიანი, რომელიც არის ნარკოტიკული თრობის ქვეშ. ანტინარკოტიკული საკანონმდებლო ცვლილებები ბიუროს უახლოეს სხდომაზე დარეგისტრირდება. ამის შემდეგ კანონპროექტს ჯერ კომიტეტებში, შემდეგ კი სესიაზე მომავალ კვირას განიხილავენ. საკანონმდებლო ინიციატივის მიღებას მმართველი გუნდი საგაზაფხულო სესიის ფარგლებში გეგმავს. ორბელიანების სასახლეში აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარე საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა უმასპინძლა განხილვის მთავარი თემა ორმხრივი ურთიერთობები და სტრატეგიული პარტნიორობა იყო. საუბარი შეეხო სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე მოვლენებსაც. ორბელიანების სასახლეში შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა სამმხრივ თანამშრომლობაზე საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის. აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს უმასპინძლა პრემიერ-მინისტრმა სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობასთან ერთად განხილული იყო ერთობლივი რეგიონული პროექტები და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები. მხარეებმა ისაუბრეს მთავრობათა შორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის რიგით მეათე სხდომის შედეგებზეც, რომელიც იანვარში გაიმართა. საუბარი შეეხო შუა და ერეფნის ეფექტიანად ფუნქციონირების ხელშეწყობასა და რეგიონში სტაბილურობის მნიშვნელობას. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გაეროშია მაკა ბოჭორიშვილი ქალთა სტატუსის კომისიის 69 სესიაში მონაწილეობს, რომელიც გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გიუტერიეშმა გახსნა. ვიზიტის ფარგლებში მაკა ბოჭორიშვილი სიტყვით მიმართავს სესიის მონაწილეებს, ასევე დაესწრება ქალთა სტატუსის კომისიის და პეკინის დეკლარაციის 30 წლის თავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს. გაეროში საგარეო საქმეთა მინისტრი უკვე შეხვდა ასამბლეის 79 სესიის პრეზიდენტს ფილემონ იანგს, რა დროსაც საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში არსებულ ვითარებას. მაკა ბოჭორიშვილმა გენერალური ასამბლეის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის. ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე, უსაფრთხოების გამოწვევებზე საქართველოსთან დაკავშირებით, ასევე რეგიონულ თანამშრომლობაზე, საქართველოს პარტნიორობაზე ჩვენს მეზობლებთან, საქართველოს როლზე ეკონომიკური განვითარების და თანამშრომლობის კუთხით, როგორც რეგიონში, ისე უფრო ფართო რეგიონში, ევროპის და აზიის დაკავშირებადობის თვალსაზრისით და ზოგადად ჩვენს როლზე, როგორც სამშვიდობო პროცესში საქართველოს მონაწილეობაზე, მათ შორის აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის თუ რა როლის თამაში შეუძლია საქართველოს რეგიონში უსაფრთხოების და რეგიონში მშვიდობის მიღწევის თვალსაზრისით. საუბარი ქონდა ასევე გაეროს მიზნებზე და მიმართულებით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე.
საქართველოში განხორციელებული პირდაპირ უცხოური ინვესტიციების მოცულობა იზრდება 2024 წლის მეოთხე კვარტლის სტატისტიკით ირკვევა, რომ მილიონობით დოლარს ის ქვეყნები აბანდებენ, რომელთა პოლიტიკური ისტაბლიშმენტი საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს. პირველ ოთხეულშია დიდი ბრიტანეთის შეერთებული შტატები და ნიდერლანდები. მთავრობის ეკონომიკური გუნდისთვის ამის მიზეზი ბიზნესისთვის არსებული სტაბილური გარემო და ბიუროკრატიული ბარიერების არარსეობა. სულ საქართველოში გასული წლის ბოლო კვარტალში 367 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, ლიდერობენ საფინანსო და სადაზღვევო სფეროები. 2024 წლის მეოთხე კვარტალში პირდაპირ უცხოური ინვესტიციების მოცულობა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 24%-ით. 367 მილიონ 500.000 ამერიკული დოლარი. ამ თანხაში აისახა გასული წლის მეოთხე კვარტალში პირდაპირ უცხოური ინვესტიციების 24%-იანი ზრდა. საფინანსო სექტორი, უძრავი ქონება, მრეწველობა, ყველაზე მეტი უცხოური ინვესტიცია სწორედ ამ სფეროებში განხორციელდა. აღნიშნული მაჩვენებლის ზრდა ძირითადად დაკავშირებულია სავალო ვალდებულების კომპონენტის გაუმჯობესებასთან, რაც შეეხება სექტორებს, სადაც ყველაზე მეტი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, ეს გახლავთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის სექტორი, უძრავი ქონება და დამამუშავებელი მრეწველობა. წინა წლის ბოლო კვარტალში საქართველოში განხორციელებული უცხოური ინვესტიციების მიხედვით უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების სამეული ასე გადანაწილდა. გაერთიანებული სამეფო 222 მილიონი 600.000 ამერიკული დოლარი, 60.6%. მალტა 67 მილიონი 900.000 ამერიკული დოლარი, 18.5%. ნიდერლანდები 16 მილიონი 300.000 დოლარი, 9.9%. პირდაპირ უცხოური ინვესტიციების თანაფარდობას თუ შევხედავთ ეკონომიკის ზომასთან მიმართებით, აქ უნდა აღინიშნოს საქართველოს კვლავ ერთ-ერთი ლიდერია გლობალურად ამ მაჩვენებლით და ყოველივე ზემოაღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ საქართველოს გლობალური გამოწვევების მიუხედავად და ზოგადად გამოწვევების მიუხედავად ინარჩუნებს ეკონომიკურ მდგრადობას და საქართველოს არის მიმზიდველი საერთაშორისო ინვესტორებისთვის. უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე აქტიურად მუშაობს სააგენტო აწარმოე საქართველოში. სააგენტომ უკვე შეძლო 1 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების უცხოური საინვესტიციო პროექტების მოზიდვა. საერთაშორისო საკონსულტაციო ცენტრებთან თანამშრომლობით კი 3000-ზე მეტ კომპანიას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ. ორგანიზაციამ ასევე შეიმუშავა 4 წლიანი სამოქმედო გეგმა, რაც საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის გაზრდასა და უფრო მეტი ინვესტორის მოზიდვას შეუწყობს ხელს. ჩვენ უკანასკნელი წლების განმავლობაში 3000-ზე მეტ კომპანიასთან მოახდინეთ დაკავშირება, ამასთან მოხდა აი 1 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიციების მოზიდვა, მათ შორის ერთი მნიშვნელოვანი კომპანიები, როგორც არის მაგალითად ტელეპერფორმანსი, ამასთან როგორც მოგეხსენებათ, უკვე გვაქვს ახალი რეკორდული ინვესტიცია, რომელიც მოხდება განხორციელება საქართველოში, ეს არის კომპანია Eagle Hills-ის მიერ. 2024 წლის მეოთხე კვარტალში უცხოური ინვესტიციები ინფორმაციებისა და კომუნიკაციების, ტრანსპორტის, მშენებლობისა და სოფლის მეურნეობის სექტორებშიც განხორციელდა. ჭიათურ მენეჯმენტ კომპანიის ხელმძღვანელი პირები ჭიათურაში მოქმედი საწარმოების წარმომადგენლებს შეხვდნენ და მაღაროებში არსებული მდგომარეობა და გადაწყვეტილება განიხილეს, რომელიც მიწისქვეშა სამუშაოების გაჩერებას ეხება. მთავარი მიზეზად დასახელდა შუქრუთის მაღაროს პარალიზება, რის გამოც კომპანია მადნის 70%-ს ვეღარ მოიპოვებდა. ამ პერიოდში კი დასაქმებულებს ხელფასის 100% ბანკებიდან აღებული კრედიტებით ერიცხებოდათ, რამაც კრიზისში მყოფი კომპანიის ფინანსური მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა. ჯამში გაჩერებული წარმოების პერიოდში კომპანიამ დასაქმებულებზე ხელფასის სახით 83 მილიონ ლარამდე გასცა. ამავე შეხედულაზე საწარმოების ხელმძღვანელებმა მოისმინეს ინფორმაცია გერმანული საკონსულტაციო ფირმის დასკვნის შესახებ, რომლითაც მტკიცდება, რომ ჭიათურაში მადნის მოპოვება ფინანსურად წამგებიანია, რაც მთელი რიგი ფაქტორებითაა გამოწვეული. კომპანია ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიის საწარმოების მართვა 1 წლის წინ გადაეცა. მთავარი მიზანი კი იყო დანერგილიყო ახალი ტექნოლოგიები და შემცირებულიყო მადნის მოპოვების თვითღირებულება. თუმცა მთელი რიგი პრობლემების გამო კომპანიამ დასახულ მიზანს ვერ მიაღწია. 7 მარტს გაავრცელა ოფიციალური განცხადება და განმარტა, რომ მაღაროებში მიწისქვეშა სამუშაოებს აღარ განაახლებს. დღეს გამართულ ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიის დირექტორატის ბორცვზე განვიხილეთ მიღებული გადაწყვეტილება, მისი გამოწვევი მიზეზები. საუბარია სამ ძირითად ფაქტორზე, ეგრეთ წოდებულ DMT-ს დასკვნაზე, საუბარია შუქრუთის კრიზისზე და პროფკავშირების მიერ კოლექტიური ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების
სიმძიმეზე. ძირითადი მისია, რა მისიასაც ისახავდა და რა მიზანს ისახავდა CMC, გაიუმჯობესებინა და განვითარებაზე ორიენტირებული გაეხადა კომპანია პრაქტიკულად ჩავარდა შუქრთის კრიზისის გამო. კომპანია მიღებული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე აქტიურად მუშაობს საკომპენსაციო პირობების განსაზღვრაზე, რომ საბოლოო ჯამში სამწუხაროდ დაემშვიდობოს თანამშრომლებს 2019 წლიდან დაწყებული გარაერთი გაფიცვის შემდეგ ყოველთვის ხდებოდა ხელფასების ზრდა, მოსამსახურეთა რიცხოვნობის ზრდა, ასევე ნელ-ნელა ეცემოდა წარმოების მოცულობა. მცირდებოდა როგორც მანგანუმის მოპოვება, ასევე მანგანუმის კონცენტრატის წარმოება. შესაბამისად, კომპანიას დანახარჯები ეზრდებოდა, ხოლო შემოსავალი ცხადია მცირდებოდა და მცირდებოდა. ამ ყველაფერმა და არა მარტო ასევე 24 წელს დაემთხვა შუქრთის ზეგნის მოსახლეობის პროტესტი, რის გამოც დაახლოებით მიწისქვეშა მოპოვების 65% პარალიზებული იყო, მიმოყვებით სამუშაოები არ მიმდინარეობდა, თუმცა 9 თვის განმავლობაში კომპანიამ იქ დასაქმებულ 700-მდე ადამიანზე სრულად გასცა 100%-ით ხელფასები. დღეისათვის არსებული სახელფასო ანაზღაურებით, არსებული ხალხთა რიცხოვნობით რენტაბელური ჭიათურის სამთო გამამდრებელი კომბინატი არ გამოდის. საპროტესტო აქციები გრძელდება სერბეთშიც, სადაც დემონსტრანტმა სტუდენტებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის ბლოკირება მოახდინეს. სტუდენტები სერბეთის რადიოსა და ტელევიზიის შენობასთან ჯერ ღამით შეიკრიბნენ, რა დროსაც მათი დაშლა სამართალდამცველებმა სცადეს. დილით კი ასობით ახალგაზრდა ადგილზე კვლავ მივიდა და სერბეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის 22 საათიანი ბლოკადა გამოაცხადა. დემონსტრანტების მიერ საზოგადოებრივი ტელევიზიის ბლოკადის მიუხედავად მაუწყებლობა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. საპროტესტო მოძრაობის ლიდერები კი აცხარებენ, რომ სერბეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი ქვეყანაში მიმდინარე დემონსტრაციებს მიკერძოებულად აშუქებს. სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი აცხადებს, რომ ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციები ქვეყნის გარედან არის ორგანიზებული და მათ მიზანს ხელისუფლების დამხობა წარმოადგენს. ეს დაწესებულება საჯარო სტრუქტურას წარმოადგენს, რომელიც უპირველეს ყოვლისა ამ ქვეყნის მოქალაქეებს უნდა ემსახურებოდეს და არა ცალკეულ კერძო პირებს ან მმართველ პარტიას. ესაა ჩვენი პროტესტის მიზეზი. მინდა რომ სერბეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკა შეიცვალოს. ის მონსტრი მთავრობის მხარესაა. სტუდენტები მხოლოდ სამართლიანობას ითხოვენ და არაფერს მეც. ახალგაზრდების სამართლიან მოთხოვნას მთავრობა ვერ ასრულებს. ამიტომ გასაკვირი არაა ის, რაც ხდება. სირიის ხელისუფლებამ ქურთების ეთნიკურ უმცირესობასთან შეთანხმებას ხელი მოაწერა, რომლის თანახმადაც ქურთების გასამხედროებული და სამოქალაქო სტრუქტურები სახელმწიფოსთან ინტეგრაციის პროცესს დაიწყებენ. დოკუმენტზე ხელმოსაწერად დამასკოში ქურთების სამხედრო გენერალი ჩავიდა. მუჰამედ ალ-შაარას ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ ტექსტში წერია, რომ ქურთების სახელმწიფოს კუთვნილ სასაზღვრო პორტებზე, აეროპორტზე, ბუნებრივი არისა და ნავთობის საბადოებზე მისცემენ. ამ შეთანხმებას რამდენიმე დღის წინ ლატაკიასა და ტარტუში ბაშარ ასადის მომხრეების მიერ მოქალაქეების მასშტაბური მკვლელობები უძღოდა. ვითარება კი მას შემდეგ განიმუხტა, რაც დროებითმა პრეზიდენტმა ორივე ქალაქში სამხედროები და პოლიცია შეიყვანა. მუჰამედ ალ-შაარი სირიაში არსებულ ყველა პოლიტიკურ და ეთნიკურ ჯგუფს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე გაერთიანებისკენ მოუწოდებს. საფონდო ბირჟებზე პანიკა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის 9 მარტის განცხადებამ, რომლითაც მან ამერიკის ეკონომიკის რეცესიაში შესვლა არ გამორიცხა, ქვეყნის საფონდო ბირჟაზე მკვეთრი ვარდნა გამოიწვია. ამ პროცესზე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ტრამპის მუქარებმაც კანადისთვის, მექსიკისა და ჩინეთისთვის ტარიფების გაზრდაზე. აქციების ვარდნა უკვე მეორე დღეა მიმდინარეობს, განსაკუთრებით ცუდი შედეგი კი ტექნოლოგიურ კომპანიებს აქვთ, რომლებმაც ჯამურად $3 ტრილიონ მეტის კაპიტალიზაცია დაკარგეს. ამერიკელი ფინანსური ანალიტიკოსების განმარტებით ბიზნესმენებს აშინებს დონალდ ტრამპის მოლუდნელი გადაწყვეტილებების და შესაბამისად კაპიტალის ბირჟაზე გაჩერების ეშინიათ და ურჩევნიათ აქტივები დროებით ნახტფულში ან ობლიგაციებში გადაიტანონ. კიდევ ერთი საჩუქარი ქართველ მელომანებს 27 აგვისტოს Black Sea Arena ავსტრალიურ მუსიკალურ პროექტს Empire of the Suns უმასპინძლებს. ავსტრალიელმა მუსიკოსებმა თავი თეატრალური წარმოდგენებითა და სხვადასხვა მუსიკალური ჟანრის საინტერესო შეზავებით გაითქვეს და მსმენელს მუდმივად სთავაზობენ ახალ პროექტებს. ავსტრალიური ბენდი გურიაში პროექტ Starring ჯორჯიას ფარგლებში ჩამოდის. გრანდიოზულ კონცერტზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 14 მარტს დაიწყება.
თეატრალიზირებული სანახაობით, ჩაცმის ექსცენტრიული სტილითა და ჟანრობრივი მრავალფეროვნებით გამორჩეული ბენდი ევროტურნეს ანახლებს. ამჯერად ტურნეს სიაში საქართველოც მოხვდა. კარგად ნაცნობ ჰიტებს მელომანები ბლექსი არენას ფრონტ სტეიჯზე მოусმენენ. არერთი საერთაშორისო ჯილდო 5 მილიონზე მეტი გაყიდული ალბომი. ავსტრალიური ბენდი Empire of the Sun 2007 წელს შეიქმნა და აქტუალობას დღესაც არ კარგავს. ბენდისთვის წარმატების მთავარი გამსაზღვრელი მათი სადებიუტო ალბომი აღმოჩნდა. ეს არის ბენდი, რომელიც გაცილებით მეტია ვიდრე მუსიკა, იმიტომ რომ ეს არის ბენდი, რომლის შემოქმედებას იმდენად ბევრ კულტურულ სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს, რომ მსმენელისთვის ეს არის შესაძლებლობა, რომ საათნახევრის განმავლობაში იყვნენ რაღაც მისტიური, ჯადოსნური სამყაროს თანამონაწილეები. ჟანრობრივ მრავალფეროვნებასთან ერთად ბენდის მსმენელს ვიზუალურად დასამახსოვრებელი შოუ ელოდებათ. გურია მთავარ როლში, სტარინგ ჯორჯიას მიზნები წელსაც უცვლელია. ხელი შეუწყოს ტურიზმის პოპულარიზაციას და გასართობი ინდუსტრიის განვითარებას. 27-ში იქნება ზუსტად იდენტური შოუ, რომელიც იქნება ევროპის სხვა ნებისმიერ ქალაქში. სანახაობას ბლექსი არენა, რა თქმა უნდა, გთავაზობთ, იმიტომ რომ მართლა ძალიან ვემზადებით და უამრავი დეკორაცია ჩამოდის ამ ღონისძიებისთვის. Empire of the Sun-ის პირველ კონცერტს საქართველოში ბენდის ფანები მოუთმენლად ელოდებიან. მსმენელებს შორის არიან რუსთავიორის წამყვანები, რომლებიც ბენდს დაარსების დღიდანვე გულშემატკივრობენ. სტარინგ ჯორჯია უკვე ბევრი წელია გვანებივრებს ჩვენთვის განსაკუთრებულად საყვარელი მეგავარსკვლავებით, მსოფლიო დონის მუსიკოსებით. წინ გველოდება ჯერ Guns N' Roses და შემდეგ ჩვენთვის ყველასათვის განსაკუთრებულად საყვარელი ჯგუფი, როგორიც არის Empire of the Sun. შესაბამისად 27 აგვისტო არის ის თარიღი, როდესაც ყველა უნდა დავირაზმოთ და ავიღოთ გეზი, სად თუ არა ბლექსი არენაზე. ავსტრალიური ბენდი საქართველოს სტარინგ ჯორჯიას ფარგლებში 27 აგვისტოს ეწვევა. ბილეთების გაყიდვა კი 14 მარტს დაიწყება.